გამარჯობათ. დღევანდელ თემას ქვია ხელოვნური ინტელექტი. ადამმა მოინდომა გამხდარიყო ღმერთი, შემოქმედი. შემოქმედის ერთ-ერთი უნარია შექმნას თავისუფალი ნების მქონე, მოაზროვნე, ერთადერთი და განუმეორებელი პიროვნებები. ადამისგან დაიბადა დეფექტური შთამომავლობა. ეს მეცნიერებიც, რომლებმაც ეს ტერმინი მოიფიქრეს, ადამისგან არიან წარმოშობილები, მათაც აწუხებთ ეს, რომ უნდა იყვნენ ღმერთები. და მათ ასეთი რამე ჰგონიათ, რომ კომპიუტერის კლავიატურაზე თითების დაწყაპუნებით შექმნიან მოაზროვნე პიროვნებებს, რომელთანაც შეიძლება საუბარი, შეიძლება შეგიყვარდეს, შეიძლება ეჩხუბო და ასე შემდეგ. პროგრამისტებიც მარკეტოლოგები გახდნენ. თუ იტყვიან, რომ ეს არის უბრალოდ წინ გადადგმული ნაბიჯი პროგრამირებაში, პროგრამა ეს არის მექანიზმი. მაშინ ეს არ გაიყიდება, ეს არფიანად. და ხელოვნური ინტელექტი ეს უკვე ჟღერს გამყიდველისთვისაც და მყიდველისთვისაც. იქნებით როგორც ღმერთებიო, ადამის ცოდვილ შთამომავლობას ისევ ყურებში უტრიალებს. არც ადამიანს, არც ანგელოს არ მიეცა ღვთისაგან უნარი რაიმეს შექმნისა. შემოქმედი არის მხოლოდ სამება ღმერთი და რადგან ღმერთს არ გაუცოცხლებია კომპიუტერები, ამიტომ ისინი საუკუნოდ მკვდრები იქნება. 1000 წელი რომ დატოვოს ღმერთმა ეს სამყარო და კომპიუტერიზაცია კიდევ უფრო განვითარდეს, ვერასოდეს ადამიანები ვერ შექმნიან ცოცხალ კომპიუტერებს. ეს არ მოხდება არასდროს. ადამიანში მოქმედებს პროცესები, რომელზეც ადამიანს წარმოდგენაც არ აქვს. აი მაგალითად, აშენებენ ხოლმე მაღალ სახლებს, ცათამბჯენებს და ერთი წამი არ გაახსენდებათ ბაბილონის გოდოლი. დღე და ღამე შრომობენ გენეტიკურ ექსპერიმენტებზე, რომ სხეულით უკვდავები გახდნენ და ერთი წამი არ გაახსენდებათ ადამი, რომელიც სიცოცხლის ხიდან აპირებდა ჭამას. მოდით ნუ ვენდობით ცოდვილ ადამიანებს, ღმერთს ვენდოთ და მაშინ არც ამ საქმეში არ მოვტყუდებით. ღმერთმა გაგახაროთ.